სემი, ქამი და იაფეტი. ნოეს სამი ვაჟი. ამ სამ ვაჟს ყავს შთამომავლები, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ანუ მარტივად რომ თქვა, სემიტები არიან სხვა მიმართულების, ქამიტები არიან სხვა მიმართულების, იაფეტის შთამომავლები არიან სხვა მიმართულების. სემის ხაზი მეტად კონცენტრირებულია ფინანსებზე, ეკონომიკაზე. მათ ახასიათებთ დიპლომატია. ქამიტები იყენებენ უხეშ ძალას, ანუ მარტივად რომ თქვა, პირამიდები, რაღაცა მეგალითური ნაგებობები და რაღაცა ცხოველური ინსტინქტები. იაფეტის ხაზი კი დაკავებულია სამყაროს აღმოჩენით, ახალი ტერიტორიების აღმოჩენით. ასევე უბადლოდ ფლობს ომის ხელოვნებას. ღმერთისგან ყველას აქვს ნიჭი. ამიტომ ვიცოდეთ ჩვენ რა ნიჭი გვაქვს და ამის მიხედვით განვავითაროთ ჩვენი მომავალი. იმის მტკიცება რომ ჩვენ ბრჭყალებში მოგვიგონეს ესა თუ ის წარმომავლობა და ამ წარმომავლობის არ მიღება და თვალის დახუჭვა ჩვენ გვაზარალებს. მარტივია. ჟირაფს რომ მოაბა გუთანი ვერ გაწევს. სავარაუდოდ ადგილიდანაც ვერ დაძრავს, მაგრამ ხარს რომ გუთანი მოაბა, მთელი დღე ჰექტორობით მიწებს დაამუშავებს. ლომი ვერ მოძოვს ბალახს და ირემი ვერ შეჭამს ხორცს. ეს ყველაფერი კი ღმერთისგან მოდის. ღმერთი განსაზღვრავს ვის რა ნიჭი ექნება, ვის რა ძალა ექნება და ვის რა შესაძლებლობები ექნება. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.